დღესაც კვლავ ვისაუბრებ გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და კონკრეტულად მარიხუანის მოხმარების თემას მინდა შევეხოთ ჩემი მეგობრების თხოვნით და შევეცდები მოკლედ ავხსნა ეს სიტუაცია თუ როგორ ვფიქრობ მე ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არის ასეთი წარმოდგენა უკვე, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ინსპექტორი გაგაჩერებს და ჩაგიტარებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, თუ ორგანიზმში დაგიდგება მარიხუანის მოხმარება, ეს გამოიწვევს იმას, რომ 3 წლით ჩამოგართმევენ და აგიკრძალავენ მართვის მოწმობას. ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობა მგონია და არ მგონია სწორი დამოკიდებულება. როგორც ვიცით, მარიხუანა რჩება ყველაზე დიდი ხნით ორგანიზმში და დაახლოებით 1-40 დღეს სჭირდება, რომ ორგანიზმიდან გამოვიდეს ეს ნივთიერება. შესაბამისად, თუ კი ადამიანმა 1 თვის წინ ან 20 დღის წინ სადღაც რაღაც მოწია და მოიხმარა და მერე სრულიად ფხიზელია და საჭესთანაც სრულიად ფხიზელი ზის, ასეთ ადამიანს რომ წაართმევ 3 წლით მართვის მოწმობას იმის გამო, რომ სადღაც 1 თვის წინ რაღაც მოიხმარა, ეს რა თქმა უნდა უსამართლობაა და ყველა ადამიანში გამოიწვევს სრულიად სამართლიანად უსამართლობის განცდას. ეს თუ ასე გაატარეს მარიხუანასთან დაკავშირებით აი ეს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, ასობით 1000 ადამიანს შეეხება ეს ამ ქვეყანაში და ბევრი ადამიანი დარჩება სამსახურის და ლუკმაპურის გარეშე და შესაბამისად მათი შვილებიც და ოჯახის წევრებიც დარჩებიან შემოსავლის გარეშე. რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ისედაც გაჭირვება, ისედაც ადამიანები ორკაპიკს ძლივს შოულობენ, ზოგი ძღოლად მუშაობს, ზოგი ტაქსის მძღოლია, ზოგი დისტრიბუციაში მუშაობს და ასეთი ადამიანები არის ჩვენ ქვეყანაში ასობით 1000 და ამათ უკან კიდე ოჯახები დგას და იმის გამო ესე იგი რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ სადღაც რაღაც ან 10 დღის წინ, 20 დღის წინ თუ 5 დღის წინ მოიხმარა და იმის გამო შენ სრულიად ფხიზელ ადამიანს ასეთ მძიმე, როგორ თქვა, სასჯელი დავარქვათ, ხო? სასჯელს დაადებ და 3 წლით აუკრძალავ მართვის მოწმობას, დატოვებ უმუშევარს, ხო? ეს რა თქმა უნდა არასწორია და აქ უნდა სახელმწიფომ რაღაც ოქროს შუალედი მოძებნოს. ან ისეთი ტესტები უნდა შემოიტანონ, რომელი ტესტიც დაადგენს იმას, თუ რამდენი ხნის წინ აქვს ადამიანს მოხმარებული ეს ნივთიერება. და სიტყვაზე თუ 3 საათის უკან ან 5 საათის წინ აქვს მიღებული, კიდე რაღაცა ჯანდაბას შეიძლება იფიქრო, რომ რაღაცა ლოგიკაში ჯდებოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანმა ოდესღაც მოიხმარა სადღაც რაღაც და სრულიად ფხიზელს ამხელა სახდელს დაადებ და 3 წლით აუკრძალავ საჭესთან ჯდომას, ეს რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი, მაშინ როცა უგონო მდგომარეობაში მთვრალ ადამიანს, რომელიც ზის საჭესთან და არის პოტენციური მკვლელი და 1000-ჯერ უფრო საშიში საჭესთან ვიდრე მარიხუანა მოხმარებული, აი ასეთ პოტენციურ მკვლელს, მთვრალს 6 თვით უკრძალავენ მართვის მოწმობას. ეს რა ლოგიკაში ჯდება, მე ვერ ხვდები. ეს არის ის, რომ ვიღაცამ სადღაც 90-70 წლის წინ დაადგინა, რომ თურმე მარიხუანა რაღაცა განსაკუთრებულად საშიში ნივთიერებაა, აი ამ 70 წლის წინ ვიღაცების ნამსჯელი თეორიების მიხედვით დღეს 21 საუკუნეში მსჯელობენ თანამედროვე პოლიტიკოსები და ამის მიხედვით იღებენ ამ გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა ესეც არასწორია. სულ მინიმუმ ჩემი აზრით ექსპერიმენტი მაინც უნდა ჩაატარონ და დასვან ერთ ოთახში ადამიანი, რომელსაც მოახმარენ მარიხუანას, მეორე ოთახში დასვან ადამიანი, რომელსაც მოახმარენ ალკოჰოლურ ნივთიერებებს და შეხედონ
რომელი ადამიანი უფრო არაადეკვატური იქნება და რომელი ადამიანს უფრო მალე მოერყევა ფსიქიკაც და ჯანმრთელობაც. ასევე ექსპერიმენტის ფარგლებში დასვან საჭესთან პირი, რომელსაც ექნება მარიხუანა მოხმარებული და პირი, რომელიც იქნება მთვრალი და შეხედონ, რომელი უფრო საშიში იქნება საჭესთან და რომელი უფრო დიდი საფრთხის შემცველი იქნება საზოგადოებისთვის. ასევე უნდა ხელისუფლებამ გადახედოს სტატისტიკას, დანაშაულის სტატისტიკას და იქ აღმოაჩენენ, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ყველა ეს დანაშაულები ჩადენილია, მათი 90% და უფრო მეტიც ჩადენილია სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირების მიერ. გაუპატიურებები, მკვლელობები, დაჭრები, ყაჩაღობები, წამებები, აი ესეთი მძიმე დანაშაულები ყველა ჩადენილია ალკოგოლის მოხმარების შედეგად მთვრალი ადამიანების მიერ სიმთვრალეში და ვერ აღმოაჩენენ ვერც ერთ მძიმე დანაშაულს ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ან ნაკლებად მძიმე დანაშაულიც მეეჭვება, რომ მარიხუანა მოხმარებულმა პირმა ჩაიდინოს დანაშაული და საზოგადოებას რამე საფრთხე შეუქმნას. ეს მე წარმოუდგენლად მეჩვენება და სტატისტიკა ამ ყველაფერზე პასუხს სცემს. ასე რომ უსამართლობად მიმაჩნია აი მარიხუანასთან დაკავშირებით თუ კი ეს მიდგომა ექნება სახელმწიფოს და ეს დაემსგავსება რეპრესიებს და შეეხება ასობით 1000 ოჯახს. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისევ ქართული ოცნების ხელისუფლებას მიუტრიალდება და დაარტყავს, რადგან აი ამ პოლიტიკის გატარებით მარიხუანასთან დაკავშირებით სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას დაემსგავსებიან გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს ჩაითვლება რეპრესიად და არა ისე ვიღაცის ფანტაზიებით მართლაც რეპრესიებს დაემსგავსება და სხვას არაფერს. ის რომ ფხიზელ ადამიანს შენ უკრძალავ მართვის მოწმობას, ეს უკვე რა თქმა უნდა რეპრესიაა და სხვა არაფერი. თუ ნაცები დიდი მასშტაბით და მასიურად ატარებდნენ რეპრესიებს, ამ შემთხვევაში კონკრეტულად აი ამ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა იქნება რეპრესია და ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაც და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ მართვის მოწმობებს წართმევენ და ვინც დარჩება უსამსახუროდ, ამ ადამიანებისთვის იქნება კატასტროფა და ასეთ ადამიანებს დარწმუნებული ვარ, ერჩივნებათ ის, რომ გარკვეული ვადით გაუშვან საპატიმროში ან 6 თვით, ან 1 წლით და მოახდევინონ რაღაც სასჯელი, ვიდრე 3 წლით ოჯახები დაუტოვონ მშიერი ამ ადამიანებს. აი ეს არის, რასაც ვფიქრობ აი ამ მარიხუანასთან დაკავშირებით გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკაზე. ისე ზოგადად მე ნათქვამი მაქვს და კიდევ გავემეორებ, მივესალმები გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას, რა თქმა უნდა ებრძოლოს დაუნდობლად სახელმწიფო ნარკოგამსახებლებს პირველ რიგში და უნდა დადონ ის შედეგი, რომ საქართველოში უბრალოდ არ იყოს ნარკოტიკი, რომ მომხმარებლებისთვისაც არ იქნება ხელმისაწვდომი ნარკოტიკი, რა თქმა უნდა მომხმარებლებიც შემცირდებიან, ხო? და არა ისე, რომ მომხმარებლების ხარჯზე შეადგინონ რაღაც სტატისტიკები. ეს არის და ეს რის თქმაც მინდოდა აი ამ თემასთან დაკავშირებით.